მოკლედ გუში ვიყავი პარლამენტის წინ წვიმდა და სარკასტული ვიდეო ჩავწერე, მეთქი რა საპროტესტებს ეს ხალხი მეთქი რა. და ბევრმა ეს სარკაზმი ვერ გაიგო და ჩამოთვალეს მიზეზები რის გამოც უნდა მდგარიყო ხალხი პარლამენტის წინ და გაეპროტესტებინა. რა თქმა უნდა ტროლბოტები ჩემოყარეს, იქ იყვნენ ცოტა გზააბნეული ხოცებიც, რომლებიც ამობდნენ რომ აი ფულის გამოდგანან იქ და წვიმაში უფრო მეც უხდიან და ასე შემდეგ რა. და მინდა გითხრათ რომ ფულის გამო ხოცები საკუთარ ხმებს ყიდით სამწუხაროდ ფულის გამო ბევრ რაღაცას აკეთებთ რა. ანუ თქვენთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება რომ ადამიანი შეიძლება გამოდიოდეს წვიმაში, ქარში, თოვლში და იდგეს იქ და აპროტესტებდეს ისე სამშობლოს სიყვარულით მხოლოდ. თქვენ აი ყველაფერს ფულში ახურდავებთ, იმიტომ რომ სხვანაირად არც გესმით როგორ შეიძლება ადამიანი მოიქცეს. ასევე როდესაც ამბობთ რომ ადამიანები ფულის გამოდგანან იქ და 50 ლარს, 100 ლარს უხდიან, იქნებ გულში ჩაიხედოთ, საიდან მოვიდა თქვენს გონებაში ეს ინფორმაცია, ვინ მოგაწოდათ და თუ კარგად გაიხსენებთ, ამაზე გელაპარაკებიან პროპაგანდისტები, ამაზე გელაპარაკება იმედი, პოსტივი, ვიღაც ცალკეული პროპაგანდონები. იმისთვის რომ განახონ იქ ადამიანები უანგაროდ სამშობლოს სიყვარულისთვის კი არ დგანან, არამედ დგანან ფულის გამო, რომ რაღაცნაირად დაგაშორონ ამ ხალხს. და კიდე ძალიან ბევრ რაღაცას ავრცელებთ, ძალიან ცუდ რაღაცებს ლაპარაკობთ. არ შეიძლება ქართველი ქართველზე ესეთ რაღაცებს ლაპარაკობდეს. ხოცებს უნდათ ეგ, რომ დაგაშორონ ერთმანეთს და გაჩვენონ, რომ აი ცუდია, ის რაღაცა აკაცუკია, მტერია, მოღალატეა, ფულს იღებს და შენ მის გვერდით არ დადგე. აი ამის ჩვენება უნდა და ამას აკეთებს იდეალურად. და შენ არ უნდა დაიჯერო ვიღაცის მიერ წამოსროლილი, წამოყრანტალებული სიტყვები, რომ ვიღაც ფულს იღებს მათ. ეგ არ უნდა დაიჯერო, ხო? იმიტომ რომ ერთი არგუმენტი არ გაქვს ამის დასამტკიცებლად, უბრალოდ ჰაერზე ლაპარაკობ. ხო და ამ ქვეყანაში პრობლემები გამოილია, რატო შეიძლება ადამიანები გამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ? რა გასაპროტესტებელი ამ ქვეყანაში არაფერია? შენ კარგად ცხოვრობ, მოგწონს ის რეალობა, რაშიც ხარ? დარწმუნებული ვარ, არ მოგწონს. დარწმუნებული ვარ, რომ ცარიელი მაცივარი გაქვს სახში, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს. ხო და ის ხალხი მაგიტო დგას იქ, რომ ეს პრობლემები აღარ იყოს. შეიძლება დღეს ბევრნი არ დგანან, მაგრამ დგანან სინდისთან ერთად, არიან მართლები საკუთარ თავთან. ხო და შენს თუ გაძუხებს ეგ, ადექი და შეუერთდი მათ. პროპაგანდამ კი არ უნდა მოგიწამოს ტვენი, არამედ პირიქით უნდა გამოხვიდე და იბრძოლო შენი ქვეყნისთვის.